ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში წყალმომარაგების სისტემაზე უკანონო მიერთების მასშტაბურ შემოწმებას იწყებს. შემოწმებები დაკავშირებულია მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან და მოსახლეობის სტაბილური და ხარისხიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფასთან. გიორგი კობერიძე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შემოგვიერთდა, მოგესალმებით. მადლობა სტუმრობისთვის. საინტერესოა, რა მდგომარეობაა ახლა რეგიონებში წყალმომარაგების კუთხით და ახლა რატომ გადაწყვიტა სამინისტრომ ეს შემოწმებები? მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება რეგიონებში წყალმომარაგების კუთხით დღეს არსებულ მდგომარეობას, მთავრობისთვის წყალმომარაგება და ეს სექტორი ზოგადად ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. რისთვისაც საკმაოდ მასშტაბური და ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება ქვეყნის მასშტაბით. დღეის მდგომარეობით 102 მიმდინარე პროექტს ვახორციელებ ჯამური ღირებულებით დაახლოებით 2 მილიარდ 400 მილიონი ლარი. მოკლე სტატისტიკას გეტყვით ძალიან საინტერესოს. 2013-14 წლებში ქვეყნის მასშტაბით და ეს მოკლედ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ინფრასტრუქტურის სამინისტროს ქვეშ შემავალი წყალმომარაგების კომპანია ოპერირებს გარდა აჭარის რეგიონისა, თბილისი, ბათუმი, მცხეთისა 48 ქალაქში ქვეყნის მასშტაბით. 2013-14 წლებში არც ერთი ქალაქი არ იყო, სადაც იყო 24 საათიანი უწყლოდი წყალმომარაგება. დღეის მდგომარეობით ამ 48 ქალაქიდან ჩვენ უკვე 31 ქალაქში სწორედ ამ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შედეგად ვამარაგებთ მოსახლეობას უწყვეტი წყალმომარაგებით, ხოლო დარჩენილ 17 ქალაქში დღეის მდგომარეობითაც მიმდინარეობს აქტიური სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ეტაპობრივად დასრულდება 2026-27 წლებში და აქაც ჩვენ უკვე გექნება შედეგად უწყვეტი წყალმომარაგება ჩვენი მოსახლეობის ამ 48-ვე ქალაქში. ბატონო გიორგი, საუბარია შემოწმების პროცესზე, რომელიც იწყება და მიმართულია სისტემაზე უკანონოდ მიერთების ფაქტების გამოვლენა. რო აგვიხსნათ, რას ნიშნავს ეს? აღნიშნული კამპანია არავითარ შემთხვევაში ცალსახად მინდა ეს აღნიშნო, რომ არ გულისხმობს რაიმე სადამსჯელო ღონისძიებების გატარებას. აქ არის საუბარი, ესე რომ ავიღოთ, დანაკარგების შემცირებაზე და იმ მიმართულებით მონიტორინგის გაძლიერებაზე და ინსპექტირების გაძლიერებაზე, რასაც ქვია უნებართო წყალმომხმარებლები. არ შეიძლება და დაუშვებელი არის დღეს ბიზნესი თუ მოსახლე მოიხმარდეს სასმელ წყალს და ამაში არ იხდიდეს. აქ ფიზიკურ პირზეც არის საუბარი და იურიდიულ პირზეც. აქ ჩვენ ძირითადად საუბარი გვაქვს არასაყოფაცხოვრებო წყალმომხმარებლებზე, ანუ იურიდიულ პირებზე. არ შეიძლება ლუდსახარში იქნება ეს თუ სასტუმრო იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა რაიმე სახის ბიზნესი, სასათბურე მეურნეობა მიერთებული იყოს ჩვენს მაგისტრალებზე, რომელიც რა ვიცი კოლოსალური თანხები დაუჯდა სახელმწიფოს და არ იხდიდეს სასმელი წყლის იცით რა მეკითხოთ ტექნიკურად აი რაღაცა ჩემ ბავშვობაში მახსოვს უკანონოდ დენის შემოყვანა ბინებში და აი ტექნიკურად წყალთან დაკავშირებით როგორ ხდებოდა თუ ამბობთ რომ თქვა სხვადასხვა ქალაქებში არსებობს ჯერ კიდევ ინფრასტრუქტურული პრობლემები წყალმომარაგების კუთხით მე იურიდიულმა პირმა ამ შემთხვევაში როგორ და ვასწავლოთ თქვა არ გულისხმობ მაგრამ როგორ შეიძლება მოვიპოვო ეს წყალი და მივიერთო და თქვა სასმელი წყლით მოვრწყავ თქვა მეურნეობა ან მოვახმარო სხვა საშუალებას თუ აი რა იგულისხმება ტექნიკურად წყალმომარაგების თვითონ სპეციფიკიდან გამომდინარე, წყალაღებები ხდება გარკვეულ ლოკაციაზე, სათავე ნაგებობებზე, რომელიც მე მაგისტრალების მეშვეობით გადის კილომეტრობით და ათეულობით კილომეტრობით გარკვეულ მონაკვეთს, სანამ მოვა ეს ქალაქამდე თუ დასახლებულ პუნქტამდე. სწორედ ამ მონაკვეთებზე არის ასეთი ფაქტები და ხდება უნებართო მიერთება, შეჭრები ეგრეთ წოდებული და დატაცება სასმელი წყლის ეს ერთის მხრივ არის პრობლემა, რომ ეს არის უნებართო მიერთება. და მეორეს მხრივ არის ის, რომ ჩვენ ამ ახლად მოწყობილ, რა მნიშვნელობა აქვს ეს ახლად მოწყობილი იქნება თუ ძველი ინფრასტრუქტურა აზიანებს. არ შეიძლება რა სახის ზიანს იწვევს ესე უკანონო წყლის მოპოვება? შემდეგ უკვე იწვევს ამორტიზებას, ჟონვებს და ასე შემდეგ. თუმცა მთავარი პრობლემა ჩვენ ასაც ვაწყდებით არის ის, რომ ქალაქებშიც არ მინდა არ დავკონკრეტდებით დღეს ამ ეთერში, რომელ ქალაქებზე, რომელ რეგიონებზე არის საუბარი, თუმცა კონკრეტულ ობიექტებს და მომხმარებლებს ვიძახი. ეს არის სასტუმროები, ეს არის საწარმოები, ეს არის სამრეცხაოები და ასე შემდეგ. ამ კანონდარღვევის მთავარი მიზანი უფრო სწორად რა არის თქვენი დაკვირვებით? ის რომ თქვა გადასახადებს თავი არიდონ თუ ის რომ უწყვეტი წყალმომარაგება გქონდეთ? ნახეთ, თუმცა
არის მიუღებლობა კონკრეტულ შემთხვევებში, უბრალოდ არ უნდა ადამიანს რა გადაიხადოს და ეს რაღაცა ეგრეთ, რა ვიცი. სხვათა შორის ბატონ გიორგი მართალი ბრძანეთ, ხშირად ისმის ხოლმე თუ გაგიგიათ, შემბირგული ყოფილა, რომ აი საქართველოში იმდენად უხვად არის ეს წყალი, რომ შეიძლება ამბავია წყლის გადასახადად. უნდა ვიხდიდეთ თუ ასე შემდეგ, მაგრამ მოდით იმისათვის რომ ეს იყოს უფრო კარგად განვუმარტოთ, რა გზას გადის ეს წყალი იმისათვის რომ ჩვენ მივიღოთ ჩვენს უკანამდე და მისი გამოყენება შევძლოთ, მოდით განვუმარტოთ ამ ადამიანებს რა გზას გადის ეს წყალი იმ როდესაც მოვა ჩვენამდე. როგორც აღნიშნეთ ზოგადად როგორც ბუნებრივი რესურსი, წყალი ამ კუთხით საქართველოს ნამდვილად მდიდარი არის და ამის დასტურია ის რომ 26000-ზე მეტი მდინარე არის ქვეყანაში, თუმცა წყალი როგორც პროდუქტი ჩვენ რომ შევქნათ უკვე სასმელად ვარგის და საყოფაცხოვრებო დანიშნულებისთვის გამოსაყენებელი ძალიან დიდ და რთულ პროცესს გადის. აქ არის დაწყებული მოპოვებიდან, სადაც ჩვენ უკვე ვიღებთ ნედლ წყალს, შემდგომი ფილტრაცია, სტანდარტიზაცია, გადატუმბვა. ასე არის, რომ ქვეყანაში წყალი არის და ამიტომ ნამდვილად ესე არ არის და ამ რესურსს, ამ ბუნებრივ რესურსს ჭირდება მოფრთხილება, ჭირდება რაციონალური გამოყენება და იმაზე საერთოდ საუბარი, რომ მოიხმაროს ადამიანმა ბიზნესისთვის თუ ნებისმიერი დანიშნულებისთვის ეს ამხელა სირთულეებით, შრომით, ენერგიით, დანახარჯებით გავლილი შექმნილი სტანდარტული პროდუქტი და ამის საფასური არ გადაიხადოს, ეს არის ჩვენთვის დაუშვებელი და პრინციპულად მიუღებელი. დარღვევების კუთხით უკანონო მიერთებას უგულისხმობ ამ შემთხვევაში ყველაზე ესეთი რთული რეგიონი რომელია? ან ქალაქი შეგვიძლია ვთქვათ? მეტნაკლებად ყველა რეგიონს აქვს რა მსგავსი შემთხვევები ყველა რეგიონში დაფიქსირებული უფრო სწორად აქედან გამომდინარე მთავრობა ზოგადად ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საკმაოდ მოზომილ და თანმიმდევრულ ნაბიჯებს გვაქვს ამ მიმართულებით და იქ სადაც ჩვენ უკვე ეს ინვესტიციები განვახორციელეთ და ასობით მილიონი ლარი დაიხარჯა და შედეგად დღეს აქვთ უწყვეტი 24 საათიან რეჟიმში სასმელი წყლით მომარაგება და იქ გვაქვს კოლოსალური დანაკარგები ჩვენ ამას ვერ შევეგუებით არ შეიძლება ამ მიმართულებით რომ შესაბამისი ღონისძიებები არ გატარდეს სწორედ ამ კამპანიას ვიწყებთ და ამ მიმართულებით მონიტორინგის ინსპექტირების ღონისძიებებს გეგმავთ უახლოეს მომავალში და კიდევ ერთხელ ვიზახ ჩვენი თვითმიზანი ამ შემთხვევაში არ არის დაჯარიმდეს ესა თუ ის მაგრამ იგულისხმება? ეს გულისხმობს რა თქმა უნდა ადმინისტრაციულ სამართალდამღებას და აქ უკვე განისაზღვრება შესაბამისი დიამეტრის კვეთიდან გამომდინარე ეს ჯარიმის ოდენობა თუმცა კიდევ ვიძახი და სწორედ ამას ვაანონსებთ და ამას ვამბობთ რომ თუ არის ასეთი შემთხვევები ხო აქ არ არის საუბარი მცირე წყალმომხმარებლებზე აქ არის კოლოსალურ დანაკარგებზე საუბარი კომერციულ დანაკარგებზე საუბარი რომლის აღმოფხვრაც გვინდა და გვინდა მათთან ერთად ამის აღმოფხვრა. რა მასშტაბის მონიტორინგი გაქვთ დაგეგმილი და როგორ მოხერხდება თითოეულ დღეს შევსვლა და როდიდან იწყებთ ასე თქვა? ეს მონიტორინგი გარკვეულწილად კომპანიის მასშტაბით კიდევ ვიძახი პერიოდულად ხდებოდა. თუმცა იქ სადაც გვაქვს ახალი ინფრასტრუქტურა და ეს დანაკარგები ისე უყურებთ რომ არის ამ მიმართულებით დაიწყება ყველა რეგიონში იქნება აბსოლუტურად ყველა მიმართულებით განვახორციელებთ ამ მონიტორინგს და ინსპექტირებას და ვიქნებით მაქსიმალურად ობიექტურები რომ აი სამართლიან გარემომდე მივიდეთ სადაც მოხმარებული წყლის საფასურს გადაიხდის აქ სხვაზე აბსოლუტურად არაფერზე არ არის საუბარი აქ არის რასაც მოიხმარს არასაყოფო ცხოვრებო სექტორი იქნება ეს თუ საყოფო ცხოვრებო სექტორი გადაიხადოს მოხმარებული სასმელი წყლის საფასური. ისე არის თუ არა თეორიულად შესაძლებლობა იმისა რომ მე თუ არ კეთილსინდისიერი გადამხდელი და არ ვარღვევ არანაირ კანონს ჩემმა მეზობელმა მომიჯნავე ყოფმა იურიდიულმა პირმა თუ არა იურიდიულმა პირმა რომელიც მოიხმარს ამ წყალს არაკანონიერი გზით მეც დამაზარავოს არის თუ არა ესეთი შემთხვევები ასეთი შემთხვევები ჩვენაც საკმაოდ რთულად გადავიარეთ ეს ზაფხული განსაკუთრებით ეს ზაფხულის ცხელი პერიოდი რეგიონებში და გარკვეულ სოფლებში სადაც არ არის გამრიცხველიანება. აქ არის საუბარი არამიზნობრივ მოხმარებაზე და უყაირათო მოხმარებაზე და რას გულისხმობ ამაში.
არ შეიძლება რა ვიღაცას ჩვენს მეზობელს კონდეს ან მე პირობითად მიშვებული წყალი და აბსოლუტურად არამიზნობრივად იზღვრებოდეს და აქეთკენ ვაზარალებდეთ კეთილსინდისიერ მომხმარებელს ასევე ჩვენს მეზობელს, იმიტომ რომ ულევი არაფერი არ არის. როდესაც ჩვენ რაღაც გარკვეულ პროექტს ვაპროექტებთ, იქ არის განსაზღვრული მოცულობა. პირობითად 10,000 ადამიანზე რა მოცულობის წყალი არის საჭირო, იქ არის გათვლილი თავისი რეზერვები და ასე შემდეგ. არ შეიძლება საშუალო დღიური ნორმა პირობითად თუ 300 ლიტრი უნდა ყოფნილიყო დღე-ღამეში ერთ სულ მოსახლეს, იქ მოხმარება იყოს 2500 ლიტრი, 3000 ლიტრი. ვერ მოიხმარს ფიზიკურად ადამიანი. ანუ რა ხდება? საყოფაცხოვრებო დატოვებული აქვს? არის სარწყავად მიშვებული და მორწყვითაც რომ მორწყა მიზნობრივად. მაგდეს ამდენ წყალს მაინც ვერ მოიხმარ. აქ არის უბრალოდ აი ესე არამიზნობრივი ხარჯვა, უყაირათო მოხმარება და სწორედ ამაზე არის ჩვენ აქ მარტო კომენტარებით, გადაცემაში რაიმე განცხადებით არ შემოვიფარგლებით. ჩვენა გვექნება ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ერთად შეხვედრები მოსახლეობებთან, განსაკუთრებით იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც ასეთი პრობლემები გამოიკვეთა ბოლო პერიოდის განმავლობაში, ცნობიერების ამაღლების კუთხით გვექნება მათთან სამუშაო შეხვედრები, იქნება შესაბამისი ბროშურები დარიგებული და განმარტებული თუ რა პრობლემას ქმნის ესეთი და მსგავსი მიდგომა და როგორ აზიანებს ეს კეთილსინდისიერ მომხმარებელს და ჩვენს მოსახლეობას თითოეულს. თქვენ ახსენეთ, რომ გარკვეულ რეგიონებში ჯერჯერობით ისევ არ არის ესეთი სიტუაცია, როგორიც თქვენ გინდათ რომ იყოს და წყალთან მიმართებაში არის თუ არა პროექტები და რომელზე შეიძლება რომ ისაუბროთ ცალსახად გამოყოფილად რომ აი ეს პროექტი რო განხორციელდება, თქვა საკითხი 50%-ზე უფრო მეტით იქნება გადაჭრილი. აი ეს მოკლე სტატისტიკა რაც თავში ვახსენე რომ 2013-14 წლებში რა მდგომარეობა იყო და ისეთი ქალაქი ჩვენი ქვეყნის მასშტაბით სიდიდის როგორიც არის ქუთაისი, გარკვეულ უბნებს ქუთაისშიც კი 2014-15 წლებშიც ქონდა დღე გამოშვებით 2 საათი წყალი. ნუ რამხელა პრობლემა არის დღეს ეს ახლა ადამიანებისთვის წარმოგიდგენიათ, ხო? აქედან გამომდინარე, როგორც გითხარით, 65%-ში ჩვენი ქვეყნის მასშტაბით ქალაქების ეს პრობლემა აღმოიფხვრა და დღესაც მიმდინარეობს აქტიური სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ კუთხით. მინდა სამომავლო უახლოეს სამომავლო გეგმებზე, თუმცა ეს სამომავლო აღარ არის, უკვე მიმდინარე პროცესები არის. გვაქვს დაგეგმილი 100-ზე მეტ სოფელში წყალმომარაგების პროექტების განხორციელება, სადაც უკვე შესაბამისი ხელშეკრულებები არის გაფორმებული და საპროექტო სამუშაოები დაიწყება სულ მალე, რასაც მოყვება უკვე შესაბამისი სამშენებლო სამუშაოები. ასევე ყველა ქალაქში ჩვენ გვეგმავდა ეს ერთ-ერთ პრიორიტეტად დავისახეთ, რომ მოწესრიგდეს წყალარინების სისტემები, წყალარინების ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობები და ეს ციკლი სრულად შეიკრას, რომ ყველა ქალაქს ჰქონდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი როგორც წყალმომარაგების, ასევე წყალარინების სისტემების და გამწმენდი ნაგებობების კუთხით ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული. ძალიან დიდი მადლობა. მოწურავი პასუხებისთვის გიორგი კობერიძე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე იყო ჩვენი სტუმარი.